რაც შეეხება ჰიგიენას, უამრავი საშუალება არსებობს ჰიგიენის დასაცავად და რა თქმა უნდა ვარჩიოთ ხოლმე სწორი საშუალებები. და ხალ უკვე ვთქვით რა ოპუსუნი უჩნდება ამდენი ჰორმონების გამო და განსაკუთრებით ანუ ცხიმიანობაც იზრდება ბიჭებშიც და გოგონებშიც და ამ ყველაფერს ჭირდება ხოლმე ჰიგიენის სწორი დაცვა. რითი დავიბანოთ, როგორ დავიბანოთ, გაპარსვაზე უკვე ვისაუბრე. აუცილებელია რომ ვიხმაროთ საშუალებები, რომელიც კანის, ანუ კანის pH-ს, ქიმიაში შეიძლება pH-ი უკვე აგიხსნეს, მჟავიანობაა, ხო? ნეიტრალური pH-ი აქვს წყალს 7.5 დაახლოებით და კანის pH-ი არის 5-დან 6-მდე. ანუ ყველა ის საშუალება, რომელსაც მოვიხმართ კანზე, მამაკაცები სათესლო ჯირკვალზე, პენისის გასუფთავებლად და დასაბანად, უნდა იყოს კანის pH-ის შესაბამისი. ხო, რაც შეეხება გოგონებში თავიდან, როცა ასევე menstruალური ციკლიც იწყება, ვულვის შიგნით არის საშო, ხო, ვულვა არის გარეთა სასქესო ორგანო, საშო შიგნითა სასქესო ორგანო და სანამ კარგად ჩამოყალიბდება გოგონებში ფლორა, ანუ ის მეგობარი ბაქტერიები, რომლებიც ქმნიან ქალის საშოს pH-ს, რომელიც არის 3.5-დან, შეიძლება 3.4-იც იყოს ხოლმე, 4.5-მდე, იქამდე არის ხოლმე ცოტა უფრო მეტი, ანუ 6-7.5. ანუ რა შეგვიძლია გამოვიყენოთ გოგონებს დასაბანად ვულვისთვის და უნდა დავიბანოთ მხოლოდ ვულვა და არა საშო შიგნიდან. შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვეულებრივი ინტიმ გელი, თუმცა არ არის სავალდებულო და ჩვეულებრივი წყლითაც ძალიან მარტივად დავიბანოთ, თუმცა თუ ოდნავ უფრო მეტი ცხიმიანობა გაქვთ, იმიტომ რომ ჰორმონები აქტიურად გამოიყოფა და ცხიმი შეიძლება აი როგორც თეფშიდან სხვადასხვა სარეცხი საშუალების გარეშე, ჟელის გარეშე, რაც ვეძახით ვერ მოვაშორებთ. ცხიმს იქაც შეიძლება გარეგნულად ოდნავ ინტიმ გელის დამატება დაგჭირდეს და არის ხოლმე ასაკობრივი შესაფერისი pH-ის მქონე ინტიმ გელები.